ჭირდება თუ არა საქართველოს საზღვაო ფლოტი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაუქმებული სამხედრო საზღვაო ძალების აღდგენის საკითხი ბოლო წლებში რამდენჯერმე დაისვა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. საზღვაო ფლოტის აღდგენა ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო, რას ფიქრობენ დღეს ამ თემასთან დაკავშირებით, მოქმედი ხელისუფლება, ოპოზიცია და ექსპერტები. გიორგი წერაძის სიუჟეტი. ფოთის სამხედრო პორტში გაჩერებული სარაკეტო კადარღების დიოსკურიასა და თბილისის ჩაძირვით 2008 წელს აწგანსვენებულმა 45 ცალკეული სადაზვერვო პოლკის სპეცდანიშნულების რაზმის პოლკოვნიკმა ანატოლი ლებედმა რუსეთის გმირის წოდება არარსებული საზღვაო ბრძოლისთვის მიიღო. საქართველოს კი სამხედრო საზღვაო ძალები დაკარგა. როგორც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ფლოტის განახლება ქვეყანას კოლოსალური თანხები უჯდებოდა. ამიტომ საერთაშორისო უსაფრთხოების მრჩეველთა ჯგუფის რჩევები გაითვალისწინეს. ფლოტი გააუქმეს და მისი ფუნქციები სანაპირო დაცვის დეპარტამენტს გადააბარეს. ეს იყო საერთაშორისო უსაფრთხოების მრჩეველთა ჯგუფის რეკომენდაცია, რომ საქართველოს როგორც პატარა ქვეყანას შეუძლებელია ამ რესურსების პირობებში ყავდეს როგორც სანაპირო დაცვა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება, ისე ცალკე სამხედრო საზღვაო ფლოტი. და გვირჩევდნენ, რომ გაერთიანებული სტრუქტურა ყოფილიყო, რაც განხორციელდა კიდეც უკვე ვარდების რევოლუციის შემდეგ. ფლოტის გაუქმებას პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე 2009 წელს ეწინააღმდეგებოდა. ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ სამხედრო ფლოტი ძვირი სიამოვნებაა, თუმცა მისი აღდგენა ეტაპობრივად ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად უნდა მოხდეს. ეს არის ძალიან ძვირი, ამის რესურსი ქვეყანას არ გააჩნია, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ საერთოდ უნდა გავაუქმოთ. ამიტომ ჩვენ შევქმნით ორი დეპარტამენტი, საზღვაო და საჰაერო მიმართულებით, სადაც მოხდება სპეციალისტების მომზადება, შესაბამისი მიმართულების ამ ეტაპზე კარგად დაგეგმა და ორგანიზება, რათა მომავალში რესურსის გაჩენასთან ერთად ჩვენი ძალები აღვადგინოთ. ზუსტად 10 თვის წინ გასული წლის მაისში ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ქვეყნის მაშინდელი პრემიერი აცხადებდა, რომ მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობს. თუმცა ამის შემდეგ ფლოტის აღდგენასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადება აღარ გაუკეთებია. საზღვაო ფლოტი გვექნება თუ არ გვექნება? მაგაზიც მუშაობს, დღეს განხილავდით თავრობაზე. მართლა. არ ყველაფერი გადუნდავით, ეს ყველაფერი განხილვა, ყველაფერი თანხმდრაში უნდა იყოს, ყველაფერს დრო უნდა ამას, ყველაფერს ჭირდება საერთო ჯამში როგორი ბანალურიც არ უნდა იყოს, ეკონომიკა ჭირდება ყველაფერს ამას. აღდგეს საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალები და სამხედრო ავიაცია. ამ სახელწოდებით გვერდის სოციალურ ქსელ Facebook-ში თითქმის 1 წელია არსებობს. ჯგუფში სამხედრო საზღვაო ძალების მნიშვნელობასა და მის აუცილებლობას 350-მდე მომხმარებელი როგორც მოყვარულები, ასევე სამხედრო საზღვაო ძალების ყოფილი ოფიცრებიც განიხილავენ. ჯგუფის წევრები ხელისუფლებას კონკრეტულ რეკომენდაციებსაც აძლევენ. გამოსავალი იქნებოდა ახლა ჩამოყალიბებული საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტის შემადგენლობაში სანაპირო დაცვის სარაკეტო საარტილერიო დივიზიონის შექმნა, რომელიც საომარი მოქმედებების შემთხვევაში რუსული ფლოტის ხომალდებს დააფიქრებდა საქართველოს ტერიტორიული წყლების შემოსვლამდე და მნიშვნელოვან თავსატეხსაც გაუჩენდა. ამასთანავე მიმდინარეობს გადაიარაღება რუსეთს ჩაუზრდის ფლოტში და მიმდინარე წლისათვის უკვე მოსალოდნელია ახალი სამხედრო ხომალდების შევსება. საქართველოს ხელისუფლების მიერ სამხედრო საზღვაო ძალების აღდგენის გადაწყვეტილება და საზღვარგარეთ სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსების შეძენა შავ ზღვაში ძალთა ბალანსს მეტნაკლებად დაარეგულირებდა და საქართველოს ხელისუფლებას მისცემდა შესაძლებლობა საომარი მოქმედებების შემთხვევაში რეალურად განეხორციელებინა საქართველოს ტერიტორიული წყლების დაცვა და კონტროლი. ფაქტია, უკვე მე-6 წელია საქართველოს შავი ზღვის აუზში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის 309 კილომეტრიან სანაპირო ზოლს სამხედრო საზღვაო ძალების ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტი რამდენიმე საპატრულო კატარღით იცავს.